რუსი გენერლები ახლა პანიკაში არიან, რადგან ბოლო 6 თვის განმავლობაში ისინი პუტინს ეუბნებოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატებებს აღწევს. 2 დღის წინ უკრაინამ ეს თხუილი ყველაზე დამამცირებელი გზით გააბათილა. ხედავთ, ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინული კონტრშეტევა მიმდინარეობდა. საიდუმლო კონტრშეტევა. უკრაინელ ჯარისკაცებს კაცრად ჰქონდათ მითითებული, რომ ერთი ინფორმაცია არ გაეჟღავნებინათ. არც ვიდეო, არც tweet-ი. არაფერი. და სწორედ ამ ოპერაციული უსაფრთხოების გამო უკრაინამ უზარმაზარი ტერიტორია დაიბრუნა ისე, რომ რუსეთს ვერც კი გაეგო რა ხდებოდა. ტერიტორია, რომელიც დიდი ამერიკული ქალაქის ზომისაა. როგორ მალაუ მთელი 6 თვის განმავლობაში სრულმასშტაბიან კონტრშეტევით ოპერაციას იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვისთანაც ომობ. პასუხი იმ სერიოზულ ნაკშია, რომელიც თავად პუტინმა შექმნა რუსეთის არმიაში. და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გუშინ ღამით უკრაინამ გაანადგურა ერთადერთი ობიექტი, რომელზეც რუსეთი ყველაზე მეტად ეყრდნობოდა თავისი მთავარი სისუსტის გამოსასწორებლად. ეს ისტორია იური გაგარინს ეხება, პირველი ადამიანი კოსმოსში. სულ მალე ყველაფერი გასაგები გახდება, გპირდებით. მოდით, ყველაფერს მივხედოთ, მათ შორის დიდ კონტრშეტევასაც. მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, მინდა გიჩვენოთ ეს მოკლე ვიდეო ფრონტის ხაზიდან, რადგან ის რაღაცას გვიყვება რუსული ფსიქიკის შესახებ, ლითაც უკრაინა მისარგებლა. ასე რომ, მოусმინეთ. აი ვიდეო. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ 2 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც იჭერენ 2 რუს ჯარისკაცს, რომლებმაც უკვე დანებდნენ. ვარაუდობ, რომ ისინი მათ უკან უსაფრთხო ადგილას ან სადმე მიჰყავთ, სადაც შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას და შესაბამისი პროცედურების ჩატარებას. სელი. აქ ისინი ხდებიან. ვფიქრობ, დაღლილები არიან. მინდა რომ ეს საუბარი მოისმინოთ, რადგან ის ზუსტად გვიჩვენებს, ვინ იბრძვის რუსეთის მხარეს და რატომ იბრძვიან ისინი. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 18 წლისაა. რამდენი წლის ხარ? 18. ჯანდაბა ძმაო, რატომ მოხვედი აქ? რა გინდოდა? სიგარეტები დაიტოვე. სანთებელად შენთვის დაიტოვე. კარგი, ნუ გეშინია. არაფერი მოხდება. ეს ყველაფერი შენთან დარჩება. სიგარეტები შენთვის დაიტოვე. სითხეც შენთვის დაიტოვე. ძუნწივით ზის. ნორმალურად ასამია, ნუ გეშინია. დოკუმენტები გაქვს თან? არა, არაფერი. რა წოდება გაქვს? რიგითი, ჩვეულებრივი რიგითი. ეს აშკარა. კონტრაქტზე დიდი ხანია ხარ. დაახლოებით 9 წელია. ჯანდაბა, ფულის გამო? ფული. ციხიდან ჩავეწერე. ვისთვის? ფულის გამო. ფული თავისუფლება. ეხლა როცა ისინი საუბარს და შესვენებას ამთავრებენ, ისევ მიდიან უკრაინული პოზიციისკენ, როგორც ვარაუდობ. ძალიან მალე შეგიძლიათ გაიგონოთ დრონის ხმა, რომელიც ახლოვდება. ეს არ არის უკრაინული დრონი. ეს არის რუსული დრონი, რომელიც მიზანმიმართულად მისდევს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ნებდებიან. უბრალოდ სიგიჟეა. საბედნიეროდ, რაც მე დავინახე, დრონი იმ ერთმა გასროლამ გაანადგურა. სამწუხაროდ, მან მაინც დაჭრა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი, ის 50 წლის კაცი, რომელიც ციხიდან იყო მოსული. და ამას გარდა, ეხლა როცა პოზიცია გამჟღავნებულია, ამ ხალხს აღარ შეუძლია იმავე ადგილზე დარჩენა, რადგან სავარაუდოდ კიდე მეტი რუსული დრონი მოდის. ამიტომაც მოუწიათ დაჭრილი კაცის დატოვება, რომელიც სავარაუდოდ გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების გამო, რადგან საეჭვოა, რომ რუსები, რომლებიც მის მოკლას ცდილობდნენ, ეხლა დაეხმარებიან მას. მით უმეტეს, როცა უკვე იციან, რომ ის უკრაინულ მხარეს ნებდებოდა. და ეს რაღაცა უნიკალურს გვეუბნება რუსული მენტალიტეტისა და იმაზე, თუ როგორ ებრძვის მათი არმია ამ ომს. ისინი არ სურთ, რომ რაიმე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს. არ უნდათ, რომ რუსი ჯარისკაცები დანებდნენ და არ უნდათ, რომ მათმა მეთაურებმა გაიგონ, რომ პოზიციებს კარგავენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვიხსნის, რატომ გახდა შესაძლებელი ეს უკრაინული კონტრშეტევა. მოდით ამაზე ვისაუბროთ. უკრაინამ ახლახან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა და ამას არავინ ელოდა. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ეს მასშტაბი, ეს დაახლოებით ჰიუსტონის ნახევარი ზომაა და სინამდვილეში ეს თითქმის ზუსტად ნიუ-იორკის ზომის ტოლია, უკეთესი შედარებისთვის. და უკრაინამ ეს ტერიტორია ჩუმად დაიბრუნა ისე, რომ რუსებმა ვერც კი გაიგეს რა ხდებოდა. თითქოს ეს საკმარისად ცუდი არ იყო, ეს ყველაფერი 6 თვის განმავლობაში მოხდა. ასე რომ, ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინული ძალები წინ მიიწევდნენ და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რუსებსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ. მათ ხელახლა დაიბრუნეს 26 დასახლება და ყველა მათგანი დადასტურებულია გეოლოკირებული კადრებით, რომლებიც უკრაინის მთავრობამ 2 დღის წინ გაავრცელა. და ამას გარდა, ამ კონტრშეტევის გამო, იმ ტერიტორიის გამო, რომელიც უკრაინამ დაიბრუნა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ფაქტობრივად ნულზეა, ნულამდეა დაყვანილი. ასე რომ, მათ წელს არანაირი პროგრესი არ ქონიათ იმ ხრივ, თუ რამდენი ტერიტორია დაიკავეს. პუტინმა ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, როგორც დაჭრილებში, ასევე რა თქმა უნდა დაღუპულებში. და ამის გამო, ახლა მას არაფრის ჩანება არ შეუძლია. ახლა კი, ჩვენ რეალურად გვაქვს გარკვეული დეტალები.
ეს კონტრშეტევის ოპერაცია დაიწყო 29 იანვარს. ანუ წლის დასაწყისში და სულ 3 დღის შემდეგ Starlink-მა რეალურად შესაძლებელი გახადა, რომ უკრაინელებს ტერმინალის გამოყენება შეძლებოდათ. შეერთებოდნენ სატელიტებს, მაგრამ რუსებს ეს არ შეეძლოთ. The Trend ამაზე უკვე გვისაუბრია. Elon Musk-მა ეს გააკეთა თეთრი სიის სისტემის გამოყენებით, სადაც უკრაინული ტერმინალები წინასწარ იყო დამტკიცებული, ხოლო რუსები არა. და ამის გამო რუსული დრონები ვერ დაფრინავდნენ სწორად. ჯარები ვერ ახერხებდნენ ნავიგაციას, ხოლო უკრაინულმა ტანკებმა სრულად გამოიყენეს ეს უპირატესობა და განაგრძობდნენ წინსვლას. ეს არის ყველაზე დიდი უკრაინული მიღწევები 2023 წლის შემდეგ. და ეს განზრახ ინახებოდა საიდუმლოდ. აქ ეკრანზე ზუსტად შეგიძლიათ ნახოთ, რა ფართობზე ვსაუბრობთ და სად მდებარეობს ეს ტერიტორია. ნაცრისფერი ზონა არის ნაცრისფერი ზონა, რაც ნიშნავს, რომ მას არავინ აკონტროლებს. ორივე მხარე იბრძვის მისთვის. წითელი ტერიტორია რუსეთის კონტროლქვეშაა, ხოლო ლურჯი ტერიტორია ის ადგილია, რომელიც უკრაინამ ახლახან გაათავისუფლა. ეხლა ამ ყველაფრის კიდევ ერთი შოკის მომგვრელი ნაწილი ის არის, რომ რუკა, რომელსაც ვიყენებთ, ეს არის Deep State Maps. და ამას უკრაინელი ხალხი ხშირად იყენებს იმისთვის, რომ გაიგოს როგორია ფრონტის ხაზი. მათ შორის რუკების შემქმნელებიც კი არ ავრცელებდნენ ინფორმაციას. შეიძლება მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. და თუ კი რაიმე ჭორი ჰქონდათაც კი, არ სურდათ, რომ ფაქტობრივად გაემჟღავნებინათ ის, რასაც მთავრობა და სამხედროები ცდილობდნენ. ასე რომ რუკების შემქმნელებიც კი ფაქტობრივად მალავდნენ ინფორმაციას, რომ არავის გაეგო რა ხდებოდა ზუსტად. ეხლა უბრალოდ რომ შევადაროთ ეს რუსულ რუკას, შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ, რამდენად დიდია განსხვავება. აი შეხედეთ. ეხლა შეგვიძლია რეალურად შევადაროთ რუსული რუკა უკრაინულ რუკას, რომ ზუსტად დავინახოთ, რამდენად განსხვავდება ორივე რუკა და რამდენ ტერიტორიას მიიჩნევს რუსეთი თავის კონტროლქვეშ, როგორც თავის წარმოწარმოდგენაში, ისე რეალურად. თქვენს ეკრანზე შეგიძლიათ ორივე რუკა ნახოთ. ისინი დაახლოებით ერთნაირი ფართობისაა, მაგრამ რუსულ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად ახლოს არიან რუსული ძალები ქალაქ ხარვივკასთან. და უკრაინულ რუკაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, უკვე გეოლოკირებულია და სხვა წყაროებმაც დაადასტურეს, ჩანს, რომ რუსები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არიან და რეალურად უკან იხევენ. ასე რომ, რუსების პროგრესი ტექნიკურად უარყოფითია. ანუ ისინი უბრალოდ უარყოფითი მიმართულებით მიიწევენ წინ. ეხლა ოფიციალურად რომ თქვათ, რუსეთი ამას არაფერს აღიარებს, მაგრამ არიან რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან საკუთარ სარდლობაზე. და ისინი ბრაზდებიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, თითქოს რუსეთის სამხედრო სარდლობა პრეზიდენტს ატყუებს. სარდლობის მთელ ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ იტყუებიან. და ამას გარდა საზოგადოებასაც ატყუებენ. სინამდვილეში მოусმინეთ შემდეგ ჩანაწერს. ჩვენ გვაქვს რუსი ბლოგერები, სამხედრო ბლოგერები, ანუ რაღაც მსგავსები, როგორც რუსი სამხედრო ჟურნალისტები, რომლებიც ეხლა ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პუტინი ცხოვრობს ინფორმაციულ ბუშში, სადაც მას რეალობის შესახებ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა. ის უბრალოდ ცხოვრობს ამ თავის გამოგონილ სამყაროში. მოусმინეთ. როცა პრეზიდენტს აძლევენ ინფორმაციას და ის შემდეგ ამას ხმამაღლა ამბობს, იცით, ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღე სიტყვასიტყვით გვიმეორებს. ასე რომ მას ახალი საყვარელი ფრაზა აქვს. Ho, ვგულისმობ მაპატიათ ამხანაგებოდა, ამხანაგო მაიორო, თქვენს. Ho. მაგრამ ეს ახლა რაღაც მანტრასავით გახდა მთელი ეს ამბავი. ყოველდღე ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ. არც ერთი სექტორი არ არის, სადაც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი რას ნიშნავს რომ არ არის. ისინი წინ მიიწევენ ჰული აიპოლეს მახლობლად. ისინი წინ მიიწევენ სტეპანოხერსკის მიმართულებით და პროგრესს აღწევენ. ის ფაქტი რომ ისინი ამას არ ახმაურებენ, ეს აჩვენებს, რომ ისინი უფრო გონივრულად მოქმედებენ და მართლაც აქვთ წარმატებები. მათ შორის სინამდვილეში სწორედ იმ დრონების შეტევითი დანაყოფების სკალობით. სწორია. ვგულისმობ. კი მგონი ესეც კი განვიხილეთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას პრეზიდენტიც ამბობს, ასე ვთქვათ, საზოგადოების დასამშვიდებლად. მაგრამ მეშინია. ნახე, მეც მეშინია, რომ მათ თვითონაც დაიწყეს ამის დაჯერება. ზუსტად ეს არის მთავარი. რადგან როცა დიდხანს ავწელებ პროპაგანდას, რაღაც ეტაპზე ეს პროპაგანდა შენზეც იწყებს ზემოქმედებას. საკუთარი. იწყებ გჯეროდეს შენი საკუთარი პროპაგანდის. დიახ. და თუ ამას დაუმატებ, დიახ. და ამას რისკები ახლავს. მინდა ახსნა, რა რისკები ახლავს ამას. Ho. Well. რა რისკები ახლავს ამას? აი მოკრე ისტორიული ანალოგია, ხო თუ შეიძლება? და ზუსტად რომ განვავითარო ეს აზრი კიდევ ერთხელ, ხო? ეს შეიცავს იმ რისკს, რომ უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა სრულად მოწყდეს ადგილზე არსებულ რეალობას. როგორც დამახასიათებელი ისტორიული მაგალითი ჩვენ გვყავს ნიკოლოზი მეორე, რომელიც მაშინაც კი როცა სამხედრო შტაბში იყო. ასე რომ იფიქრებდით, რომ არა სანქტ-პეტერბურგში, არამედ შტაბში. მან ვერ გაიგო რა ხდებოდა არმიაში, მაშინაც კი როცა შტაბში იყო.
და სწორედ აქ იყო მისი შტაბში ყოფნა უფრო ზიანის მომტანი. მან ვერ გაიგო რა ხდებოდა სანქტ-პეტერბურგში. და როდესაც ალექსანდრა ფიოდოროვნა ამშვიდებდა მას, რომ იცით, ეს უბრალოდ ბოროტი ადამიანები არცელებდნენ ჭორებს და სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იყო. საბოლოოდ სრული კრახი მოულოდნელად დადგა და რაც მთავარია, ჯანდაბას ისინი უფალ მაპატიე. მაგრამ ეს კრახი ქვეყანას დაატკდა თავს. ეხლა ნიშნულოვანი კონტექსტი ამ ჩანაწერზე სხვათა შორის. ალექსანდრე მეორე, ვიზეც ის კაცი საუბრობდა, იყო რუსეთის ცარი მე-19 საუკუნის ბოლოს. და ის მოკლეს მისმაავე ხალხმა, რადგან სრულიად მოწყვეტილი იყო რეალობას. აი ვის ადარებენ ახლა რუსი პროპაგანდისტებები პუტინს. საკმაოდ ბევრს ამბობს ეს, ხო გესმით? საკმაოდ ბევრს ამბობს. და რა თქმა უნდა, ყავს სხვა პროპაგანდისტებიც, რომლებიც ირიბად აღიარებენ ზუსტად იმას, რაც ფრონტის ხაზზე მოხდა. შეხედეთ ამ განცხადებას. განგაში. ჩვენი ჯარები დროებით გაიყვანეს დნიპროს დნიპროპეტროვსკის რეგიონიდან. ვინ არის დამნაშავე? ჩვენ პასუხობთ. ჩვენი გენერალური შტაბის არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა და უშუალოდ GOVO istis, ანუ რეგიონული სარდლობის. მიზეზები ისაა, რომ ყველა არსებული რეზერვი გადაყვანილი იყო DNR-ის გათავისუფლებაზე. სხვა რეზერვები არ არსებობს. გენერალური შტაბი დამნაშავეა იმაში, რომ ვერ შეძლო რეზერვების დაგროვება და აღმოსავლეთის ფრონტზე გადაყვანა ახალი კონტრაქტიანი ჯარისკაცების მოზიდვის შემცირების გამო. და უგს ბრალია ის, რომ რეზერვების ნაკლებობის გამო ვერ შეძლეს თავდაცვაზე გადასვლა. ეხლა, ვიდეოს შემდეგ ნაწილში დეტალურად აგიხსნით, როგორ განახორციელა უკრაინამ ეს კონტრშეტევა და რატომ არ გაგზავნა რუსულმა უმაღლესმა სარდლობამ გაძლიერება. რადგან აქ საკმაოდ ბევრი სტრატეგიული ფსიქოლოგიური თამითამაშები მიმდინარეობდა უკრაინის და რუსეთის სარდლობებს შორის. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ცოტა ინტელექტუალურია. ამიტომ ამას ვიდეოს შემდეგ ნაწილში დავტოვებ. ეხლა შეამჩნიეთ პირველი კომენტარი ამ განცხადებაში, სადაც ამბობს, ჩვენი ჯარები დროებით გავიდნენ დნიპროს დნიპროპეტროვსკის რეგიონიდან. ეს კლასიკური რუსული თავის მართლებაა. ყოველთვის, როცა რუსეთს უკან სწევენ, ეს ყოველთვის სტრატეგიული უკანდახევაა. უბრალოდ ძალებს ვაჯგუფებთ. და როცა რუსეთი წინ მიიწევს, მაშინ ეს არის მსოფლიოში უდიდესი არმია. ეხლა ამან რეალურად გამოიწვია მთელი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მემი. და თქვენ იცით მემების წესი, თუ მოგწონთ, აუცილებლად უნდა დააჭიროთ ქვემოთ გამოწერის რილაქს. და გეტყვით, რომ ეს ძალიან მოგეწონებათ, რადგან ეს ჩემი საყვარელი მემია. ასე რომ, აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის რილაქს. თუ უკვე გამოწერილი ხართ, უბრალოდ დააჭირეთ მოწონების რილაქს. აი, მემი. და ხედავთ, ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა რაიმე ტერიტორიას გაათავისუფლებს, რუსები ამას ან ტაქტიკურ გადაჯგუფებად, ან სტრატეგიულ უკანდახევად, ან უბრალოდ ცუდ ამინდად აცხადებენ. და ყოველ ჯერზე, როცა ისინი მცირე წარმატებას მიაღწევენ, ეს გლობალური ნატოს იმპერიისა და გლობალური ამერიკული იმპერიისთვის დიდი მარცხია. ეს არის რუსული მემი. და ალბათ ყველაზე სასაცილო რამაა, რაც ამ ომიდან გამოვიდა, სამღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის გარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელოთ ჩვენი კაშუქება. ეხლა, ყოველ ჯერზე, როცა რუსეთს ფრონტის ხაზზე უჭირს, ისინი ერთსა და იმავეს აკეთებენ. მიმართავენ იმავე ძველ მეთოდს: უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებასა და თავდასხმას. ეს იგივე ისტორია, რაც ადრე გაგვიშუქებია და იგივე რამეს აკეთებს რუსეთი კიდევ ერთხელ. ეს არის ის, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. წარწერაში წერია: ზამთარში გაიყინებით. და რა თქმა უნდა, თქვენ ხედავთ სურათს. სურათზე რამდენიმე შაჰედის დრონია, ხოლო სურათზე რუსული წარწერა ამბობს: როგორც თოვლი თავზე. ფაქტობრივად ეს არის საკმაოდ აშკარა მესიჯი, რომ ისინი აპირებენ დაიწვონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რათა უკრაინის მოსახლეობა აიძულონ გაატარონ ბნელი და ცივი ზამთარი. სხვათა შორის, ოფიციალური სამთავრობო არხიდან ღიად ემუქრებიან სამოქალაქო მოსახლეობას ომის დანაშაულებით. ეს ისეთი სამწუხარო და საზიზღარი ქმედება, რომ უკვე რუსებიც კი იწყებენ კითხვას: რატომ გააკეთა ეს რუსეთის მთავრობამ? აქ ჩვენ ყავს რუსი პროპაგანდისტი სახელად ზოროზოვი. მგონი ასე გამოითქმის მისი სახელი. საჯაროდ სვამს კითხვას რუსულ არხზე. რატომ აკეთებენ ამას? რატომ აზიანებენ უკრაინელ მეუმშვიდობიან მოსახლეობას? როგორ უნდა დაეხმაროს ეს რუსეთს ამ ომში გამარჯვებაში? მოусმინეთ სხვათა შორის, ეს ხდება რუსეთში. აი ამაზე სვამენ ხალხი კითხვებს. ასე რომ, ყურადღებით მოусმინეთ. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმე იყოს ბედბედნიერი კიევში ელექტროენერგიის არარსებობის გამო. როცა ხედავთ, რომ კიევში შუქი არ არის, ვიზზე ფიქრობთ, ზელენსკი ზუს უშუქოთ? ზელენსკი არ ზის უშუქოთ. ეს არის ორი შვილის დედა, რომელიც ცხოვრობს 18 სართულიანი კორპუსის მე-17 სართულზე. და წყლის მოსატანად 17 სართულს უნდა ჩამოიაროს. ჩვენი ხალხიც უყურებს, როგორ ზეიმობენ უკრაინელები დარტყმებს ხიდებზე და ვაილდბერიზე. საბოლოოდ სწორედ ეს არის მთავარი. ჩვენ თავად იმ ხალხად ვიქეცით, ვის წინააღმდეგაც ომში წავედით. ეხლა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მართლაც უპასუხა ამ რუსულ მუქარას და მათი პასუხი საკმაოდ კარგი იყო. მოდით გაჩვენებთ ამას. უკრაინული ციტატა ძირითადად ამბობს: მოდით გავთბეთ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ცეცხლთან. ფონზე კი ჩანს, როგორ იწვის რუსული ნავთობგადამამუშავებელი.
ახლა მინდა ორი გზავნილის კონტრასტი გაჩვენოთ. რუსეთი საუბრობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე. უკრაინა კი საუბრობს იმ ნავთობგადამამუშავებლების დარტყმაზე, რომლებიც პუტინის ომს აფინანსებენ. მხოლოდ ერთი მხარე ესვრის ხალხს, ხოლო მეორე მხარე იმ დაფინანსებას ურტყამს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ შეტევებს აფინანსებს. და იცით რა? უკრაინა უკვე ასრულებს ამ დაპირებას. რაც, რა თქმა უნდა, იცით თუ ჩვენს ვიდეოებს უყურებთ, მაგრამ სულ ახლახან უკრაინამ დაარტყა ისეთ ობიექტს, რასაც რუსეთი არ ელოდა. უკრაინამ თავისი ფლამინგოს რაკეტები გამოიყენა რუსეთის სარაკეტო და სატელიტური ინტერნეტის ობიექტის გასანადგურებლად. ეს არის ქარხანა, რომელიც აშენებს რაკეტებს, რომლებიც სატელიტურ ინტერნეტს ცაში უშვებს. ეხლა, ეს ის სფეროა, სადაც რუსეთი წლევანდელი წლის დასაწყისიდან აქტიურად აბანდებდა ფულს, რადგან მათ დაკარგეს ცუდომა Starlink-ზე და რუსეთის გეგმა იყო, რომ თავიდან აეშენებინათ საკუთარი Starlink-ი, რათა ომი გაეგრძელებინათ. და ეს ფაქტობრივად უკავშირდება კონტრშეტევას, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვსაუბრობდით. დარწმუნებული ვარ, თქვენგან ზოგიერთს აინტერესებს. როგორ შეძლო უკრაინამ 6 თვის განმავლობაში წინსვლა ისე, რომ რუსეთს ეს რეალურად არ შეემჩნია? ხოდა, პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი არის რუსეთის არაკომპეტენტურობა და ტყუილები, რომლებიც რუსული სარდლობის ჯაჭვში ხდება. მოდით დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს. ხედავთ იმ რუკას თქვენს ეკრანზე. ეს რუკა ზუსტად აღნიშნავს, რას აკონტროლებს რუსეთი და საიდან გამოდის რუსული პროპაგანდისტული ვიდეოები. ასე რომ, ყველა ის ნიშანი, რომელსაც რუკაზე ხედავთ, ესენი გეოლოკაციური წერტილებია. ძირითადად, ეს არის ადგილები, საიდანაც რუსი ჯარისკაცები ვიდეოებს ავრცელებენ და სამფეროვან რუსულ დროშას აფრიალებენ. ფაქტობრივად აცხადებენ, რომ აი ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლქვეშაა, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ჯარისკაცი რუსულ დროშას აფრიალებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია რუსულია. იცით რა ხდება? ესეთი რაღაცები რეალურად ძალიან უარყოფითად მოქმედებს რუსეთის სტრატეგიაზე. იმიტომ რომ როცა ეს ვიდეო იწერება, ის სწრაფად იგზავნება ზემდგომ ხელმძღვანელობასთან. და ამ რეგიონის ყველა უფროსი, ყველა გენერალი და მეთაური, ვინც ამ ომს მართავს, წყვეტენ, სად არის საჭირო რესურსები და სად უნდა განთავსდეს ისინი. ეს გენერლები იწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას იმ ვარაუდით, რომ რუსეთს უკვე აქვს კონტროლი ამ ტერიტორიაზე. რეალურად კი, ეს უბრალოდ ორი ბიჭია, რომლებიც დროშას აფრიალებენ. და როგორც კი ვიდეოს გადაიღებენ, მაშინვე მიდიან და სარდაფში იმალებიან. სინამდვილეში არაფერს აკონტროლებენ. ასე რომ, როცა უკრაინელები მართლაც შემოვლენ და ამ ორ კაცს გაანეიტრალებენ, როგორ ფიქრობთ რა ხდება? ამ რეგიონის ხელმძღვანელი რეალურად არ ატყობინებს თავის ზემდგომებს, რომ ის ორი რუსი ჯარისკაცი მოკვდა ან თყვედ ჩავარდა. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ იღებს სათადარიგო ძალებს და გაძლიერებას, რაც სჭირდება უკრაინული წინსვლის შესაჩერებლად. იმიტომ რომ მისთვის ცუდი ამბები შეტყობინებაში არანაირი мотиваცია არ არსებობს. რატომ უნდა გააკეთოს ეს? ცუდი ამბები მხოლოდ დასჯას მოგიტანს. ეს ისტორია რუსეთის არმიას სტალინის დროიდან მოსდევს. იცით, ხალხი სტალინს ცუდ ამბებს არ ეუბნებოდა, რადგან ამისთვის ჯილდოს კი არა, ოსკი არა, პირიქით დასჯას იღებდი. და ამას თავად რუსი სამხედრო ბლოგერებიც აღნიშნავენ. როცა რუსეთი 6 თვის განმავლობაში უკან იხევდა და ანგარიშები ზემოთ არ მიდიოდა, სათადარიგო ძალებიც არ მოდიოდა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ყველა ფიქრობდა თითქოს არაფერი ხდებოდა. და თუ მართლაც ხდებოდა, ვიღაც მაინც მეტყოდა. აი ასე ფიქრობს ომის მმართველი. ან ის, ვინც მოსკოვიდან ან სადღაც შორიდან მართავს თავის რეგიონს. ის ფიქრობს, როცა რამე მართლა მოხდება, ინფორმაციას მაშინ მივიღებ. მაგრამ რაღაც არ აღწევდა ხელმძღვანელობის დონემდე. და რაც მთავარია, უკრაინელები საერთოდ არ ავრცელებდნენ ინფორმაციას, ხომ ასეა? თუ ისინი დასახლებას აიღებდნენ, ვიდეოს არ იღებდნენ და არ ავრცელებდნენ, რადგან უკრაინამ სწრაფად გააცნობიერა რუსეთის სისტემის, რუსეთის სტრატეგიის, რუსეთის სამხედროების მუების ნატლი. ისინი დასახლებას გაწმენდნენ და დარწმუნდებოდნენ, რომ არავინ ავრცელებს არაფერს. ისინი ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ ინფორმაცია არ გაჟონოს. ნიშნულობა არ აქვს რამდენს დავიკავებ. ამის მიზეზი ისაა, რომ თუ უკრაინა საჯაროდ გამოაცხადებს დასახლების აღებას და ვთქვათ 2 დღის ან 2 კვირის შემდეგ გამოაცხადებს კიდევ ერთი დასახლების აღებას ან დაბრუნებას, შემდეგ კიდევ ერთს, რუსეთი დაიწყებს გარკვეული კანონზომიერებების დანახვას. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საკუთარ წყაროებზე ინფორმაციას ვერ იღებს, ისინი დაინახავენ, რას აქვეყნებენ უკრაინელები და დაიწყებენ მოქმედებას ან რესურსებისა და ჯარის გადანაწილებას ამის მიხედვით. ასე რომ, როცა სტალინი დაეცა, უკრაინამ დაინახა თავისი შესაძლებლობა და დაიწყო ეს კონტრშეტევა ძალებით, ტანკებით, ტალღა-ტალღის შემდეგ ყოველ კვირას წინ მიიწერდნენ და ამას საიდუმლოდ ინახავდნენ. ეხლა კი მინდა ერთი საინტერესო ამბავი გაგიზიაროთ, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიხვდნენ რა ხდებოდა. და ეს მაშინაც კი, როცა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. და ერთადერთი ადამიანი, ვინც ვიპოვე და მიხვდა რა ხდებოდა, იყო 20 წლის ანალიტიკოსი. ანუ ის მხოლოდ 20 წლისაა. ის საფრანგეთიდანაა. ამ ომს ძალიან ყურადღებით აკვირდება. მისი სახელია კლემანს მოლინგი. აი, როგორ მიხვდა მან ამას? და ეს მართლაც წარმოუდგენელია. როცა რუსეთი არტილერიის ჭურვებს ისვრის, ისინი ქმნიან აფეთქების კრატერებს, ხომ ასეა? და როგორც ჩანს, ამ კრატერების თვალყურის დევნება შესაძლებელია სურათებიდან, სატელიტებიდან, ან იქნებ ინტერნეტში კიდევ სხვა რესურსიც არსებობს, სადაც ამას შეძლებდი.
და თუ ამ კრატერებს კვირიდან კვირამდე დააკვირდები, დაინახავდი, რომ რუსული კრატერები რეალურად უკან იხევს. და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ რუსი ჯარისკაცები უკან იხევენ. და ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წინ მიიწევს. და მან ეს გაარკვია. და ის ამაზე Twitter-ს წერდა უკვე რამდენიმე თვეა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ოფიციალურ ინფორმაციას მივიღებდით. ასე რომ, ეს მართლაც რაღაც სიგიჟე. მართლა საინტერესოა და მინდა ეს ყველას გაუზიარო. თუ Twitter-ზე არ მიყვებით მას, თუ Twitter-ზე ხართ, აუცილებლად გამოიწერეთ. ის მხოლოდ 20 წლისაა. ეს ხომ სიგიჟეა. ასე რომ საბოლოო ჯამში სიჩუმემ გაამართლა. რუსეთი საკუთარ სისტემას წამოეგო. და ახლა რუსი ბლოგერები საკუთარ სამხედრო ხელმძღვანელობას ესხმიან თავს, იმის გამო რომ მათ პუტინს ატყუებდნენ, საზოგადოებას ატყუებდნენ და შეიძლება საკუთარ თავსაც კი ატყუებდნენ. ხომიცით, ზოგჯერ იმდენად ბევრს იტყუები, რომ თვითონვე გჯერა. მართლა ვფიქრობ, რომ ეს რუსი მეთაურების შემთხვევა. მოусმინეთ ამ ჩანაწერს. ამიტომ ამხანაგო მეთაურო, სისულელეების ლაპარაკს შეეშვი. გაჩერდი. ეს არის ჩვენი დიდი ცხოვრების ფასი. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია დედამიწაზე. და ესენი 3 დღე კურსკის რეგიონში, 3 დღე და კიევში გადავფრინდებით და გავანადგურებთო. მედვედჩუკის სისულელეა, ფული მოიპარეს, ჯიბეში ჩაიდეს. ასეა ბიჭებო, ყველაფერი სისულელეა. მტრის პატივისცემის გარეშე ბრძოლაში ვერ წახვალ. შოიგუ რა ჯანდაბა? პრეზიდენტს უყვებოდა არმიაზე 9 მაისს. ახლა სად ვართ? სად არის შოიგუ? ყველაფერი მოპარულია, ყველაფერი გატიდულია და ამ ნაბიჯურებმა უბრალოდ მილიარდები მოიპარეს უპილოტოებზე, ამ დრონებზე. უნდათ რომ ყველა დავიხოცოთ. ეს ყველაფერი გვაბრუნებს იმ ობიექტთან, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენე. რუსეთის პასუხი Starlink-ზე, რომელიც უკრაინამ ახლახან გაანადგურა. და გულწრფელად რო ვთქვა, ეს მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რუსეთის კოსმოსური პროგრამისთვის. ერთ ხამეში უკრაინის საკუთარი წარმოების ფლამინგო რაკეტებმა რუსეთის აეროკოსმოსური ცენტრის გულში სამარამდე მიაღწიეს. უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 1000 კილომეტრის მოშორებით დაარტყეს RCC Progress-ის სარაკეტო ქარხანას, რომელიც რუსეთის მთელ კოსმოსურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. ეს არის ძირითადი და ისტორიული ობიექტი, რომელიც 6 ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს და სწორედ აქ აწარმოეს ის რაკეტები, რომლებმაც იური გაგარინი კოსმოსში გაიყვანეს. ის იყო პირველი ადამიანი კოსმოსში. ეს კომპლექსი რუსული სარაკეტო წარმოების ცენტრში რჩება და ახლა Soyuz-ის სერიის გამშვები რაკეტების წარმოებას უზრუნველყოფს. უკრაინის ინტერესი ამ ობიექტის მიმართ მიზნად ისახავს მოსკოვის ახლად გაშვებული რუსული როსატის დაბალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების განადგურებას. პუტინის პასუხი Starlink-ზე, რომელიც მთლიანად ამ ობიექტში წარმოებულ Soyuz-ის გაშვებებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამის მიუხედავადაც კი, რუსეთი ვერ შეძლებდა Starlink-ის ჩანაცვლებას. არ ვიცი, შეძლებს თუ არა საერთოდ რომელიმე კომპანია ამას. Starlink-ს უკვე დაახლოებით 10,000 თანამგზავრი ყავს ორბიტაზე, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია. რუსეთის გეგმა იყო, რომ გაეშვათ დაახლოებით 50 ან 100 თანამგზავრი კოსმოსში და ისინი უკრაინაზე დაემიზნებინათ, რათა მიეღოთ ინფორმაცია მხოლოდ ფრონტის ხაზის შესახებ და შეძლებოდათ ახალი ინტერნეტის გამოყენება ფრონტის ხაზზე. ეხლა ნამდვილად არ ვიცი, ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსი მეცნიერები იციან რას აკეთებენ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ საკითხზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ეხლა ჩანს, რომ პუტინის ნებისმიერი გეგმა, რაც არ უნდა ქონოდა, აღარ გამოვა. რადგან მათ არ აქვთ რაკეტები, რომლითაც თანამგზავრის კოსმოსში გაშვება შეუძლიათ. და მე ეჭება ილონ მასკი რუსეთს დახმარებას აპირებდეს. მიუხედავად იმისა, რასაც ხედავთ, მაგალითად რომ მან უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, სანქციების მიხედვით მას არ შეუძლია რუსული თანამგზავრი ამერიკული რაკეტით გაუშვოს. და საბედნიეროდ ჩვენთვის SpaceX ამერიკული კომპანია. იცი, ამ ამბის ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი ისაა, რომ უკრაინამ ახლახან განახორციელა 2023-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრშეტევა. მან ფაქტობრივად გაანადგურა ყველა ის მიღწევა, რაც რუსეთმა წელს მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ 100,000 ჯარისკაცი დაკარგა. მაგრამ არც ერთი წამყვანი მედია ამაზე რეალურად არ საუბრობს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს უყურებ. New York Times ამ ამბავს არ აშუქებს. ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. Wall Street Journal-იც არ აშუქებს მას. და შემდეგ, რა თქმა უნდა, გვაქვს მეორე მხარეც. გვაქვს რუსული პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ გაავრცელოს ის ტყუილები, რომელთაც პუტინი უნდა, რომ ყველამ დაიჯეროს. ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, რომ გავაშუქოთ სიმართლე უკრაინული სიმამაცის შესახებ და ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას. ეხლა უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ არ გვაქვს მილიარდობით დოლარი როგორც ვლადიმირ პუტინს, მაგრამ თქვენ ხვალხართ. ბოლო დროს დავიწყეთ Basics Insider. ეს არის გზა, რომ ხარი დავიჭიროთ და სანაცვლოდ დამატებითი მასალები მიიღოთ. შეგიძლიათ წევრი გახდეთ ახლავე, ქვემოთ მოცემულ ღილაკზე დაჭერით ან მისამართზე basicsinsider.com გადასვლით. ეხლა გეტყვით, რას მიიღებთ თუ წევრი გახდებით, რადგან ეს უბრალოდ ქველმოქმედება არ არის. თუ წევრი გახდებით, მიიღებთ ექსკლუზიურ ვიდეოებს, რომელსაც ყოველდღე ტვირთავთ და რომლებიც აქ YouTube-ზე არ ჩანს. ჩვენ ბევრად უფრო ხრმად ვსწავლობთ იმ ისტორიებს, რომელსაც ვაშუქებთ. მეტ დროს უთმობთ დეტალებს, რომლებიც ამ ვიდეოებში ვერ ეტევა. და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, ვიწვევთ გამოცდილ სამხედრო ვეტერანებს, როგორიცაა Chuck Farry, რომ ფრონტის ხაზის კადრები დეტალურად განვიხილოთ. აგიხსნან რა ხდება სინამდვილეში და გაარჩიონ ფაქტები პროპაგანდისგან. ეს მართლაც ჩვენი უცენზურო, გაფართოებული გაშუქებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ამ კონფლიქტების არსი სათაურებს მიღმა გაიგოს. და რა თქმა უნდა, გულწრფელად გეტყვით, თქვენი წევრობა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რეალობა ისაა, რომ YouTube-ის ალგორითმი მუდმივად იცვლება. რეკლამიდან შემოსავალი ერთ დღეს იზრდება, მეორე დღეს კი იკლებს. ვიდეოებს ამ კვირაში გვირჩევენ, მაგრამ შეიძლება შემდეგ კვირაში აღარ გირჩიონ იმის გამო, რაც თქვი. აი რატო ნიშნავს წევრების საზოგადოების შექმნა ეკნა? იმას, რომ შეგვიძლია დამოუკიდებელი გაშუქება გავაგრძელოთ და მთლიანად ყოვლისშემძლე ალგორითმზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ასე რომ, თუ გსურთ უფრო სიღრმისეული ანალიზი და ამავდროულად გინდა დაგვეხმაროთ ამ საქმის გაგრძელებაში, შეგიძლიათ გახდეთ წევრი, ქვემოთ მდებარე შეერთების ღილაკზე დაჭერით, ან გადახვიდეთ Basics Insider-ზე. ძალიან გაგვიხარდება თქვენი შემოერთება. და რაც მთავარია, გთავაზობთ ამ მონარიდს ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოდან, სადაც Chuck Farry თავის ჩვეულ ანალიზს აკეთებს. მოусმინეთ. ეს არის რობოტის ტყვიამფრქვევები. Wow, კარგი. ხო, ვერ შევძელი. ჰოი. ხო, ძალიან ბევრი რამ არის აქ პირველად კიდაც კი. Wow, კაცო, რა უსიამოვნოა. უკვე ვფიქრობ. კარგი, მათ აქვთ 250 კალიბრის ტყვიამფრქვევები, რომლებიც რეალურად 100 წელზე მეტისაა. დიზაინი 100 წელზე მეტისაა. შეერთებულმა შტატებმა არაფერი შეუძლია. მათ დააკენეს ახალი ლულების საფარები, მაგრამ ამ იარაღის შიგთავსი იგივეა. 50 კალიბრი ნიშნავს, რომ ტყვია 9 ინჩის სიგანისაა. ეს 1000 იარდზე ისვრის. და არ ვიცი, ეს ბიჭები რას დააყენებენ, მაგრამ თუ 250 კალიბრიანი ტყვიამფრქვევი გაქვს, შენ შეგიძლია შენობა დაანგრიო. ასე რომ ხედავ ამ ყველაფერს, როგორ ამოდის აქ კვამლი. ეს არის იმით გამოწვეული, რომ ტყვიები აგურს ანგრევს, რომლებიც ალბათ სახლს ორივე მხრიდან გაარღვევენ. კარგი, კიდევ ერთხელ, ეს არის 50 კალიბრის სროლა. და იღებთ, იცით, ასევე იღებთ კადრებს დრონიდან, რომელიც გარეთ ჰაერში ტრიალებს. და ადამ, ომის დიდი ნაწილი ახლა ესეთ პატარა ფერმის შენობებში მიმდინარეობს, რადგან რუსებს აღარ შეუძლიათ ჩაატარონ. იცით, მასშტაბური სახმელეთო მანევრების ჩატარება. მათ არ შეუძლიათ, რადგან უკრაინა ყოველდღე 15,000 დრონს უშვებს ჰაერში. ამიტომ ისინი სამ სულელს აგზავნიან, იცით? ღამით მინდრებში მიიპარებიან, ხოლო დღისით ამ შენობებში იმალებიან. და მე მათ ფეხით მოსიარულეებად მოიხსენიებ და არა ჯარისკაცებად. რადგან ამ შენობაში მყოფი ბიჭები, მათი მომზადება იმაში მდგომარეობდა, რომ დედამ ისინი გაწვევის ოფისში მიიყვანა. მას წასვლის უფლება არ ჰქონდა, ავტობუსში ჩასვეს. 2 კვირის შემდეგ უკვე უკრაინაშია. ხომ ასეა, და უკრაინაში ჩასვლიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ უკვე ბრძოლაშია. სადაც როგორც კი უკრაინელებს გადაანցხდება, ეს New York Times-ის სიტყვებია, არა ჩემი. მისი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 23 წუთია. 23 წუთი. ესე რომ ჩვენ ვუყურებთ ამ ბიჭებს აქ 23 წუთის განმავლობაში და ისინი არც კი ებრძვიან უკრაინელებს. ისინი ებრძვიან 2 რობოტს და იმდენ დრონს, რომ ეს ყველაფერი გადაიღონ. იცი, ვცდილობ წარმოვიდგინო თავი ამ პოზიციაში მებრძოლად, ხო? ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში ერთხელაც კი არ დამსხმევიან ზემოდან, არასდროს. მაგრამ ამ ბიჭებს ეს ემართებათ, ხო გესმის? ესე რომ ხედავ, შეხედე რა რაოდენობის ნგრევაა იქ. ეს ყველაფერი ქვის მტვერია, ესეთი ნაცრისფერი კვამლი. და შეხედე რა დარჩა, ხომ გესმის? შეხედე რა დარჩა იმ შენობებიდან. ესე რომ ალბათ ბაბა იაგა არ გვინახავს. თუმცა ისინი დღისით ხშირად არ მოქმედებენ, მაგრამ ხომ იცი, ხანდახან მაინც აკეთებენ ამას. და ეს აშკარად უფრო დიდი აფეთქების შედეგია, რომელმაც შენობა დაანგრია. ეხლა გჯეროდეს თუ არა შეიძლება იმ ხალხმა გადარჩა, რადგან ამ ადგილების უმეტესობას სარდაფები აქვს, ხომ ასეა? ასე რომ შეიძლება ამ ხალხმა ეს ყველაფერი გადაიტანა, მაგრამ ჩვენ დაუბრუნდებით. მაგრამ ბორშ შევინახავთ, ხო? ხო, ცოტა მტვერი მოხდა სუფში ნამდვილად. კარგი. ეს უპილოტო დრონია. ის სამოქალაქო პირებს უსაფრთხო ადგილას გადაჰყავს. ხო, ბრძოლის წინა ხაზზე და ბევრ დაუცველ ქალაქში. ბევრი ესეთი ადგილია. იცი, კონტაქტის ხაზზე, სადაც ხალხს უბრალოდ არ უნდა წასვლა. და იცი, შეიძლება ვიფიქროთ, რატომ არტოვებენ ისინი იქაურობას. კარგი, ეს რუსული დრონია. და რა თქმა უნდა, იცი, მათ გამოკვეთეს წითელი ჯვარი ამ მანქანაზე, მაგრამ იცი, არ ვარ დარწმუნებული. მოგვიანებით ვნახავთ ამას. კარგი, იცი, პირდაპირ ვთქვათ, ნახე, ბებიას არ უნდა დაეტოვებინა ერთადერთი სახლი, სადაც ოდესმე უცხოვრია, ხომ ასეა? რა სარგებელი აქვს მას ამისგან? და ბოლოს იქ დარჩენა უკვე შეუძლებელი ხდება. და დამიჯი. რუსებს არ აინტერესებთ, რომ ის შენი ბები არის, ძმაო.
მას ხიშტით მოკლავენ და მის ნივთებს წაიღებენ. ესე ხდება ეს ყველაფერი. ესე რომ მას აქ ევაკუირებენ, ბუქსირით გამოჰყავთ. გზის მდგომარეობას ხედავთ, ეს აშკარად ბომბია. ჩვენ ვუყურებთ ხიდს არხზე, რუსებმა სცადეს მისი აფეთქება, მაგრამ ეხლა თქვენ ხედავთ მანქანას, რომელსაც აშკარად წითელი ჯვარი აქვს გამოსახული. ნახეთ, არ მაინტერესებს მიხართ. თუ მას დაატყანთ, ეს ომის დანაშაულია. ჩვენ, ვინც სასახლეც დააჭირე და ის, ვინც ეს ბრძანება მოგცა. როგორც არ უნდა იყოს, ისინი მას გამოჰყავთ. ღმერთმა დალოცოს იგი. მაგრამ იცი, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ საკუთარ სახლში დარჩენას მოისურვებს. როგორც იცი, ისევ წითელ ჯვარს ესხმიან თავს. მაგრამ გასაოცარია, ამ ადამიანებმა მოახერხეს გამოსვლა. მაგრამ ეს ყოველდღე ხდება. ანუ მე მაქვს ათობით ფოტო აფეთქებული უკრაინული სასწრაფო დახმარების მანქანების ხერსონის ქალაქში. ისინი დრონებს აგზავნიან დნეპრის მდინარის გადაღმა. ისინი პოულობენ სამოქალაქო პირს, მის მოკლას ცდილობენ. იცი, მე ელოდებიან სასწრაფოს მოსვლას და ესხმიან თავს სასწრაფოს. იმედი მაქვს, იმ კაცის თოფი დააგდე, ეგ არის რაც გჭირდება. როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ გამოიყვანეს. და იცი, ამ ომში კარგები და ცუდები არიან ადამ და ცუდები რუსები არიან. მოდი ეს ვნახოთ. ალბათ ამაზე ბევრი რამ იცი. ეს არის ჯგუფი, რომელიც მიდის და აფეთქებს პოზიციას დიდი რაოდენობით TNT-ით. ხო, ანუ პირდაპირ საბრძოლო აფეთქებითი მოქმედებაა. იცი, თუ შენ შედიხარ ურბანულ საბრძოლო სივრცეში ან შენობაში, რასაც ჩვენ უწოდებთ CQB-ს, ახლო მანძილზე ბრძოლას, ეს აშკარად ცოტა უფრო ადრეა. აი, პრინვაც. თუ გსურთ ამ ვიდეოს დარჩენილი ნაწილისა და სხვა მსგავსი ვიდეოების ყურება, შეგიძლიათ გადახვიდეთ Basics Insider-ზე ან დააცკაპუნოთ ქვემოთ მოცემულ ღილაკზე შეერთება.